დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. რადგან მეგობრებო ლაიქს ვერ ხვთავ ეს დღეებია, გადავწყვიტე რომ თქვენთვის რამოდენიმე საჯარო გაშლა ჩაგიწეროთ. მოდი ახლა გავარკვიოთ თქვენს პარტნიორს, ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ახლა თქვენ სიტუაციაში რა მოსწონს და რა არ მოსწონს თქვენში თქვენს პარტნიორს. ჩაიფიქრეთ პარტნიორი, დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ და ისეთი მოკლე ჩაწერებს ჩაგიწერთ მეგობრებო და ნახოთ ახლა რა მოსწონს და რა არ მოსწონს თქვენს პარტნიორს. მოდი დავიწყოთ ჯერ რა არ მოსწონს. არ მოსწონს ის რომ ახლა იმყოფებით თითქოს ფანტაზიებში, ილუზიებში, არ მოსწონს ის რომ ახლა გაჩერებული ხართ და არაფერს არ აკეთებთ, უბრალოდ რაღაცებს თქვენთვის ფანტაზიებში წარმოიდგენთ ალბათ. თვითონ ამას ამბობს. რა არ მოსწონს? არ მოსწონს ის რომ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. თან უცებ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. ხო, გუგუნობთ ალბათ ამ დროს, როდესაც გაბრაზებული ხართ, ძალიან ფიცხები ხართ. და აი მეგობრებო გუგუნობთ კი, აი ნელ-ნელა და მერე იწყებთ აფეთქებას. კი, ეს არ მოსწონს. კიდევ რა არ მოსწონს? არ მოსწონს ის რომ ხშირად წარსულს უხსენებთ ალბათ თავის შეცდომებს. ალბათ უხსენებთ თავის აქციელებს, სად დააშავა, რა დააშავა და როგორ. კიდევ რა არ მოსწონს თქვენს პარტნიორს? რა არ მოსწონს? რა არ მოსწონს მეგობრებო? რა არ მოსწონს და ესეთი სიყვარული რომ დატოვეთ სადღაც. თვითონ ამბობს ამას. ნახეთ როგორი სიყვარული დატოვეთ და ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მშვიდად ხართ. არ მოსწონს ეს. მოდი ვკითხოთ ახლა. რა მოსწონს მაშინ? ხო, არ მოსწონს გავიგეთ რომ შორს ხართ, ეს არ მოსწონს. აბა ვკითხოთ ახლა რა მოსწონს თქვენში? რა არის ის რაც მას მოსწონს თქვენში? მოსწონს ის რომ რაც არ უნდა დაღლილი იყოთ, რაც არ უნდა ძალაგამოცლილები იყოთ, რაც არ უნდა ხო ხვდებით რაც ხატია, აი რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, მაინც შეგიძლიათ ყველაფრის გაგრძელება, ცხოვრების გაგრძელება შეგიძლიათ. რაც არ უნდა განადგურებულები იყოთ, ცხოვრებას მაინც გააგრძელებთ, თუნდაც მის გარეშე, აი ეს მოსწონს. ყველანაირი შიშების გარეშე გაიქცევით და გააგრძელებთ, გაივლით ტრანსფორმაციას და ამ ცხოვრებას თავისუფლად გააგრძელებთ. აი ეს მოსწონს, აი ყოჩახ მეგობრებო. კიდევ რა მოსწონს? მოსწონს ის რომ ადამიანებს ცხვირს არ აყოფიებთ თქვენ ცხოვრებაში. კი, მოსწონს ის რომ ძალიან გაბედულები ხართ. ბევრს მოგწონთ აი ეს ექსტრემალური რაღაცეები. ხო, ძალიან ისეთი ხართ, რისკიანები ხართ მეგობრებო. კიდევ რა მოსწონს? აი ხო გეუბნებთ, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოთ, რაც არ უნდა მოუმზადებელ სიტუაციაში იყოთ, რაც არ უნდა პრობლემები გქონდეთ, მაინც გაიქცევით წახვალთ აქედან. მაინც გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, აი რაღაცნაირად გამოძვრებით, კი. ხო, მეგობრებო. და თქვენი ბიზნესისკენ მიდიხართ ძალიან აი რო იტყვენ, არ ვიცი, ძალიან მიზანდასახულები ხართ და მოსწონს ის რომ ყველაფრისგან მიუხედავად ყველაფრის და დიდი ტკივილისა, დიდი ჯოჯოხეთისა, დიდი დაცემისა, აი რო ვერ დგებოდეთ, მაინც ადგებით და ცხოვრების მიზანს დაისახავთ და მაინც გააგრძელებთ ამ ცხოვრებას ამ მიზნებისკენ. აი ამას ფიქრობს თქვენი პარტნიორი, მე კიდევ გელოდებით კომენტარებში.